ამჯერად მინდა გაგაცნოთ Postman-ი. ვინც არ იცით რა არის Postman-ი, ეს არის პროგრამა, მარტივ ენაზე რომ გითხრათ, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია რეკვესტები გავაგზავნოთ REST API-ში. ჩვენ Postman-ი ან მისი ალტერნატივა აპლიკაცია დაგვჭირდება ჩვენი API-ის გასატესტად. რასაც ვაკეთებ, შემდეგ რეკვესტები რომ გავაგზავნოთ და ვნახოთ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. უბრალოდ Google-ში შეგიძლიათ ჩაწეროთ Postman-ი, გავხსნათ API client, დავაწვეთ setup, აქ მოგვიწევს ავტორიზაციის გავლა. მე ამ მომენტისთვის ახალი აკაუნტი შევქმნი და გაჩვენებთ მთელ პროცესს. ძველ აკაუნტზე არ მივაბი, როდესაც შევიყვანე შეგნით ჩემი იმეილი, დავლოგინდი იმეილით, შემდეგ რაღაც შეკითხვებს მარჩევინებ, შეგიძლიათ ამოირჩიოთ, რომელიც თქვენთვის უფრო რელევანტურია, full stack developer-ი ვარ მე. შემდეგ დავაწვევ am relax continue with free plan, არ მინდა თანხის გადახდა. კი ბატონო, continue. რატომ არ მომთავრებინებს? ოკეი, გასაგებია. კი ბატონო, მერე. ცოტა zoom out-ი გავაკეთოთ. აჰა, tell us how you are using Postman. ოკეი, ცოტა zoom out-ი გავაკეთოთ და უბრალოდ testings გავუწერ აი აქ. კარგი. რატო გამირთულეს ესე აპლიკაციაში შესვლა და გამოყენება, არ ვიცი. ოკეი, Postman-ს აქვს როგორც web ვერსია, ისე პროგრამა, რომელიც შეგვიძლია ჩვენს კომპიუტერში დავაყენოთ. შეგიძლიათ გადმოწეროთ თქვენი ოპერაციული სისტემის შესაბამისი პროგრამა, ან ცადოთ web-ში უფრო მარტივი იქნება სავარაუდოდ. Welcome to Zorosexniashvilis workspace. Our AI agent is here to help you get started. Okay, გასაგებია და რა უნდა. You have been invited. აი, როგორ გავთიშო ეს ყველაფერი. How can I help you to get? I can try my own. მე თვითონ ვცდი რისი გაკეთებაც მინდა. კი ბატონო, არ მინდა შენგან არაფერი, ძალიან დიდი მადლობა, AI აგენტო. დანარჩენს მე მივხედო. მოკლედ, ეს არის ინტერფეისი, საიდან ჩვენ შეგვიძლია რეკვესტების გაკეთება. ერთი მარტივი რეკვესტი გავაკეთოთ ახლა ჩვენ, JSON placeholder, აი ეს ჩაწერეთ Google-ში და ამოაგდებს fake REST API-ს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი fake REST API, რეკვესტებს ვაკეთებთ ამ API-ში და ვიღებთ პასუხებს. რეალურად უკან API-ში არ ხდება, უბრალოდ API-ის სიმულაცია არის. მაგალითად, თუ გვინდა ერთი კონკრეტული to-do ჩანაწერის წამოღება, აი აქ ამოვირჩევთ, რომ ვაკეთებთ get requests, ჩავსვავთ აი ამ URL-ს, რომელიც აქედან დავაკოპირეთ. შეგვიძლია აქ ჩავსკროლოთ და ვნახოთ ყველა შესაძლო URL-ები, რაც არის. მაგალითად, შეგვიძლია user-ების სია წამოვიღოთ, სადაც URL-ი ესეთნაირად გამოიყურება და არსებითად მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ უბრალოდ რეკვესტი გავაკეთოთ. აი ამ URL-ზე ვაკეთებთ რეკვესტს, ხედავთ /to-dos, ცოტა ეხლა უკვე შეგვიძლია დავაზუმოთ. ესეც ცოტა დავაპატარავთ, თუ გვაძლევს ამის საშუალებას, არა, არ გვაძლევს. საერთოდ ჩავუგეცინე. ოკეი. და დავაწვეთ ღილაკი send. ოკეი, ნახე, მივიღეთ response-ი, ეხლა status code-ი არის, ნახე, 200 არის status code-ი, request successfully, server has responded as required. ყველაფერი რიგზია, ეხლა ერთი to-dos შექმნის სიმულაცია გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში post request ვაგზავნით, /1 აღარ გვინდა, /to-dos endpoint-ზე ვაგზავნით. აი შევიდეთ მაგალითად to-dos, უფრო სწორად. აი აქ. მაგალითად, post request-ი უნდა გავაგზავნოთ /post endpoint-ზე და იგივენაირად to-do-ზეც იქნება და შეგვიძლია გავაგზავნოთ აი ესეთი JSON-ი. Post request-ი to-do-ზე გადავიდეთ ახლა ჩვენ body-ში და აი აქ ამოვირჩიოთ row სექცია და აი აქ ჩავსვათ ეს JSON-ი. User ID გვინდა, ID არ გვინდა, ჩავთვალოთ რომ თვითონ დააგენერებს, მაგრამ user ID გვინდა, რომელი user-ისთვის ვქმნით to-dos. Title და complete-ი დავტოვოთ როგორც არის. და ასევე header-ებში გადავიდეთ და აი აქ უნდა გავუწეროთ დამატებითი header-ი, რაც იქნება სერვერისთვის ინფორმაცია, რომ ჩვენ JSON-ი უნდა გავაგზავნოთ. ამისთვის ვირჩევთ content type
headers, რომლის value-ც იქნება application/json. ანუ JSON-ს ვაგზავნიო, მაგას ვეუბნები. რამე ხო არ შემეშალა. application/json. Okay. Body-ში რო არის ამორჩეული, JSON-ი მივეცით, ეხლა ვაწვევით send relax. ნახე, 201 status code დაგვიბრუნდა. A new resource was created successfully. და response-ში მოვიდა აი ეს response-ი, რომელიც აი ამ user-ისთვის, ამ title-ით, ამ complete-ით შევქმნით ახალი to-do, რომლის ID-ც არის 201. ეს არის სიმულაცია. რამდენჯერაც ჩვენ ახალ to-do შევქმნით, ყოველთვის 201 ექნება, იმიტომ რომ უბრალოდ სიმულაციას აკეთებს, რეალურად უკან არ ქმნის. მაგრამ ეს არის API-ის გამოყენება. თუ გვინდა რომ გავაგზავნოთ put request-ი და ერთი კონკრეტული to-do განვაახლოთ, ამისთვის to-dos/to-dos ID-ს გავუწერთ, მაგალითად 201 შეგვიძლია ვცადოთ და ისევ header-ებში content type application JSON-ი უნდა იყოს, body-ში row და JSON-ი გადავცეთ, მაგრამ სავარაუდოდ 201 ჩანაწერი არ არსებობს და ეს გვეტყვის რაღაცა server errors. ზუსტად ეგ არის მიზეზი, მაგრამ მოდი აბა მე-200 to-do განვაახლოთ. მე-200 to-do-ზე მუშაობს, იმიტომ რომ მაქსიმუმ 200 to-do აქვს აი ამ fake REST API-ის დასაპორტებული. აი აქ წერია კიდეც 200 to-dos, 5000 ფოტოს, 100 ალბომი, 500 კომენტარი, 100 პოსტი. მოკლედ, ეს არის Postman-ის გამოყენება. კიდევ ერთხელ გეუბნები, შეგიძლიათ ლოკალურად გადმოწეროთ როგორც აპლიკაცია, ისე გქონდეთ, ან ბრაუზერიდანვე ვცადოთ რეკვესტების გაკეთება ჩვენს აპლიკაციაში. ორივე შემთხვევაში იმუშავებს.